განვაგრძოთ ჩვენი საკითხავი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდაც ვისაც გამოუცდია, რომ თვითონ განმარტოთ, ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ერთად ვკითხულობთ და ვისაც ახლა თქვენ ალბათ ყველას გამოგიცდიათ, რომ როდესაც მარტო თვითონ და წიგნია და სხვები არავინ და არაფერი ხელს რო არ უშლის. და რაიმე სულიერ საკითხავს კითხულობს, როგორ ძლიერდება ადამიანი და როგორ უფრო მეტად ღვთაშესხმულია და მტკიცეა. იმიტომ რომ ის საკითხავები, სულიერი საკითხავი არ არის მხოლოდ ინფორმაცია და ინფორმაცია სულაც არ არის. ის არის გამოცდილება, რაც ადამიანს ეხმარება და რაღაცნაირად სხვანაირი სიხარულით და იმედით ავსებს. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა საკითხავი ერთნაირად იმედით ავსებს და აღაფრთოვანებს. მაგალითად არაერთხელ შემიმჩნევია ჩემი თავისთვის, რომ წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებას რო კითხულობ, რამდენჯერ რომ თვითონაც უთქვამს ხოლმე ქადაგების დროს, რომ არ მინდაო თქვენი ტაშის დაკვრა და ის როგორც ჩანს ქადაგების დროს იმდენად აღფრთოვანებულან ხალხი, რომ ტაში დაუკრავთ, გესმით ტაძარში წირვაზე ქადაგებს და ხალხი რაღაც შინაგან აღმოფრენას რო გრძნობს და ტაშს რო უკრავენ, გესმით? ხოდა ის ამბობდა, რომ არ უნდოდა ეგ ტაშის დაკვრა. მეც მქონია, რომ კითხულობ და რაღაც ისე აღფრთოვანდები, რომ მართლა გინდა რომ ტაში დაუკრავ. და ადამიანმა როგორ თქვა ეგ სული წმინდის მადლია თავისთავად ხოდა. და ყველა საკითხავი ერთნაირად ვერ აღაფრთოვანებს ადამიანს და თუ იპოვა ისეთი, რაც უშუალოდ მის სულს ჭირდება, მაშინ ის აუცილებლად ჩაეჭიდება. თუ არა და რაც არ უნდა წაიკითხო, შეიძლება იმ წუთში არ ჭირდება, მაგრამ რაღაცა მომენტში ის დაჭირდება. და წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებები იმდენად უყვარდა ხალხს, რომ ამას ზეპირად სწავლობდა. წარმოიდგინეთ, ამ ქადაგებებს ზეპირად სწავლობდა ხალხი. ახლა ეკლესიამ ტყუილად ხომ არ უწოდა, ჯერ ერთ-ერთმა ქალბატონმა უწოდა მრევლის წევრებიდან, მაგრამ შემდგომ ეკლესიამაც, როგორც მისი სახელი წმინდანობისაც, წმინდა იოანე ოქროპირი. წარმოიდგინეთ, როგორი ის უნდა ქონოდა გადმოცემის უნარი, მეტყველება, როგორ ოქროპირად რომ ხალხმა შეერაცხა და შემდგომ ეკლესიამაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს მართლმადიდებელი ეკლესიას ეს სიმდიდრე და ჩვენ სამწუხაროდ ამას არ ვიყენებთ. რაღაცა თითქოს არ ვიცი გვეზარება. შეიძლება იმიტომაც გვეზარება, რომ იმის სიტყვა არ გვიგძნია. არ ვიცით ის რა სიტყვა და ამიტომაც ხელს არ ვკიდებთ, თორემ ვისაც ერთხელ და ორჯერ უგძნია ამის სიტყვა, ის ამას ხშირად აკეთებს. მაგალითად ქართველებს ყავს არაერთი ასეთი, ვისაც შეიძლება ოქროპირი უწოდო და ერთ-ერთი მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად არის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. იმერეთის ეპისკოპოსი იყო, ერთი ხანობა გორის ეპისკოპოსიც იყო. დიდი მღვდელმთავარი იყო და წმინდანი. მის ქადაგებებსაც რო კითხულობ, ძალიან მოქმედებს ადამიანის სულზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ძველ ქართულად არის, მაინც ესეთია, რომ ძალიან სასიამოვნოდ იგებ შენთვის საჭიროს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, ორტომად გამოცემული არის მისი ქადაგებები და შეგიძლიათ რომ მიაკითხოთ. რაც შეეხება წმინდა აბა ზოსიმეს სულის სასარგებლო სწავლებას. კვლავ თქვა ნეტარმა ზოსიმემ. ერთმა მკითხა, აბა ღვთის მცნებები იმდენად ბევრია, რომ გონება მერევა და ვერ გამიგია, რომელი დავიცვა და რომელი არა. ზოგჯერ ჩვენს ალბათ გამიგია, რომ ვიღაცას უთქვავს, იმდენად ბევრიაო ეს ცოდვებიო, რომ გონიო, რომ სულ ყველაფერი ცოდვაა, რაც გავაკეთე. ნუ შეგაშფოთებს ეს უპასუხე,
მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ ნივთებს არ მიეჯაჭო და ადვილად მოიპოვებს სათნოებას. და თუ არ გექნება მისწრაფება და მოთხოვნა მათზე, აღარ გძლევს ძვირის ხსენება. ძვირის ხსენება რა არის, რაღაცაზე ამბობ, ეგ ასეთია, ეგ ისეთი. ძირითადად მოდის იქიდან, რაღაცა ნივთებზე ადამიანი მიჯაჭვული, ამას ამბობს. რა ძალისხმევას ითხოვს მტრებისთვის ლოცვა? განა მიწის თხრა სჭირდება თუ ფეხით შორი მოგზაურობა. იქნებ მატერიალური ზარალი მოაქვს. მადლიერი იყავი, როცა შეურაცხყოფენ და გაგინებენ, რადგან ამით მოციქულთა მოწაფე ხდები, რომელთაც უხაროდათ, რამე თუ ღირს იქნეს სახელისა მისისათვის გინებათ. ეს საქმე მოციქულთაშია აღწერილი მეხუთე თავში, რომ მოციქულები მიიყვანეს მათ კრებაზე იუდეველებმა და ეუბნებიან, რომ ესე იგი ქრისტეს სახელით აღარ იქადაგონ. იმდენად გამძინვარდნენ, რომ მათი დახოცვაც კი უნდოდათ. და იქ იყო ერთ-ერთი გონიერი კაცი, ახლა ის წმინდანად არის შერაცხილი, გამალიელი ერქვა, ეს პავლე მოციქულის მოძღვარი იყო, ესეც ფარისეველი კაცი. ფარისეველი არა იმ გაგებით, რომ დღეს რა გაგებითაც ვამბობთ ფარისეველს, რა საკვარი როა და სხვა რამეს რო ფიქრობს და სხვანაირად რო აჩვენებს თავს. დღევანდელი გაგებით არა, იმ გაგებით, რომ ფარისეველთა კასტის წარმომადგენელი იყო და როდესაც აპირებენ მოციქულების დახოცვას, ეუბნება ეს გონიერი კაცი, მართლაც აი შემთხვევით არ არის ასეთი მოწაფე რო ყავდა, როგორც პავლე მოციქული. ეუბნება, ოღონდ ჯერ გაიხმეს მოციქულები, ანუ მათთვის როგორც იტყვიან, ქულების დასაწერად კი არა, მათ წინაშე რომ ნახე მე თქვენზე ვზრუნავ, არა, ის უბრალოდ ჭეშმარიტებას ამბობ. მოციქულები გააყვანინა გარეთ, პეტრე და იოანე მოციქულებზე ელაპარაკი. და მოთეუბნება ამ გამძინვარებულ ხალხს, რომ ეხლა შეხედეთო, გახსოვთო, ამას წინათო მოაგონა თვითმარქვია ხალხი იუდა და თევდა, რომლებიც თავს თვლიდნენ მხსნელად და ხალხი გაიყოლეს, მიმდევრები გაიჩინეს, მაგრამ ისინი რომ გარდაიცვალნენ, მისი მიმდევრებიც დაიფანტნენ. და ახსენებს, გახსოვთო იუდაო, რომელმაც ხალხი გაიყოლა და რომ მოკვდაო, მისი მიმდევრებიც დაიშალნენ. მერე თევდა მოვიდაო, ისიც ასეო. და თუ ეხლა ეს იესოც ესე არისო, ანუ თუ ეს ადამიანური ძალით არის ეს ამათი შეკრება, მაშინ ესენიც დაიშლებიან და თქვენ რაღაც გინდათო, რომ ადამიანის სისხლში ხელი გაითხვაროთ. ნახე რა გონივრო რაღაც ეუბნება. და თუ ადამიანური არ არისო და თუ ღვთისგან არისო, ამას ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთო და ღვთისწინააღმდეგ მებრძოლებიც კი გამოჩნდებით. ნახეთ რა უთხრა. მეტი არაფერი. და მათ ხელი აიღეს მათ დახოცვაზე, ოღონდ სცემეს და ისე გამოუშვეს. თლათ ბოლომდე არ დაუჯერეს. და მოდიოდნენ მოციქულები და უხაროდათ, რომ ქრისტეს გულისთვის ეს ცემა და ტანჯვა მიიღეს. ამაზე ლაპარაკი, შენ თუ ქრისტეს გულისთვის მოითმე, აი მოციქულთა მოწაფე იქნებიან. ისინი ცხადია, როგორც განწმენდილნი ქრისტეს სახელისათვის ითმენდნენ შეურაცხყოფას. ჩვენ კი მათი დათმენა ჩვენი წოდების გამო გმართებს. ანუ ისინი ქრისტეს გამო ითმენდნენ, როგორც წმინდანი, ჩვენ კი ჯერ ჩვენი წოდების გამო გვექნება მოსათმენი, რომ მოგეტევოს, როგორც ადრე გავიხსენეთ დავითმა ფსალმუნი. და რომც არავინ გვაგინოს და შეურაცხყოს, მაინც უღირსები და წყეულები ვართ, როგორც მეფსალმუნი ამბობს. წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთან. როგორც ადრეც თქვი, ქრისტეს სახელისათვის შეურაცხყოფის დათმენა ყველას ხვედრი როდია. არამედ წმინდანებისა და მათი, რომელთაც წმინდა გული აქვთ. ხოლო ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი უკეთური საქმეების გამო სამართლიანად შეურაცხყოფენ. ანუ ის ამპარტავნებაც კი არ გქონდეს, რომ ჩვენ რო ვინმე შეურაცხყოფს, ჩვენ ახლა ამას ქრისტეს სახელი გულისთვის ვითმენთ. ამას უნდა ვიფიქროთ, რომ ამას ჩვენი წოდების გამო ვითმენთ. ეს სიმდაბლე იქნება. უბადრო კი კაცი კი მიუხედავად იმისა, რომ იცის თავისი უწმინდური საქმეები და ხვდება, რომ მის თავს მოწეული სამართლიანია,
ხრწნის საკუთარ სინდის, თხზავს გულის სიტყვებს და ამბობს, მან ასე და ასე მითხრა, მან შეურაცხყოფა მომაყენა, მან აბუჩა დამიგდო. ამით ეშმაკის საქმეს აკეთებს და დიდად უნებს საკუთარ თავს. სულს იგივე ემართება, რაც ხელობაში ხდება. ხელოსანი შეგირდს ამა თუ იმ ხელობას ასწავლის, მერე კი ტოვებს, რომ მარტო მიმუშაოს, რადგან უკვე აღარ არის საჭირო მუდმივად მის გვერდით იყოს. ხოლო იშვიათად მოინახულებს ხოლმე, რომ ნახოს სიზარმაცემ ხომ არ ძლია ან რაიმე არასწორად ხომ არ გააკეთა. ასევე ეშმაკებიც, თუ დაინახავენ, რომ სული იჯერებს და სიამოვნებით იწყნარებს ბოროტ ძრახვებს, ასწავლიან მას სატანის ხელოვნებას და აღარ არიან იძულებულნი მუდმივად მასთან იყვნენ, რადგან იციან, რომ თავად დაიღუპავს თავს. ხოლო დრო და დრო მოინახულებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ არ მიატოვა თავისი საქმე, საეშმაკო საქმე რომ არ მიატოვა. ჯერ ასწავლა და მე დრო და დრო მეთვალყურებს. განა არის რამ იმაზე ადვილი, რომ ყველა გიყვარდეს და უყვარდე ყველას, განა შვება და სიხარული არ მოაქვთ ქრისტეს მცნებებს, თუმცა ჩვენი ნება და არჩევანი არ ესწრაფის მათ, რადგან მსგავსი სურვილი და მისწრაფება რომ ქონოდა, ღვთის მადლით ყველაფერი ადვილი იქნებოდა. ჩვენი ნებელობის მცირეოდენი მოძრაობა, როგორც ეს მრავალჯერ მithქვამს, ღვთის შეწევნას იზიდავს. როგორც ანტონი დიდი ამბობს, სათნოების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ ჩვენი ნება. აი იგივე წაღან ჩვენს მიერ ხსენებული წმინდა იოანე ოქროპირიც ამას ამბობს. ჯერ ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, გინდა თუ არ გინდა. ნდომა არ ნდომაზეა დამოკიდებული. ჯერ გინდა რაღაც, აი მაგალითად ვიღაც ამბობს, სხვადასხვა მე არაერთხელ მithქვამს, მეუფე ანდრიას შეხვედრა რო ქონდა თვითმმართველობის წევრებთან უნივერსიტეტში, დაისვა ეს შეკითხვა, რომ ვიღაც ამბობდა, რომ აი რომ ვიღაცა გაწყენინებს და ვერ პატიობ. მეუფე უბნეოდა, რომ ჯერ საკითხი ასე დგას, გინდა რომ აპატიო თუ არ გინდა რომ აპატიო. მერეა უკვე ის შეგიძლია თუ არ შეგიძლია. ჯერ უნდა საკუთარ თავს ისე გუწრფელად კითხო, რომ მინდა რომ ვაპატიო თუ არ მინდა და რაღაცებს ვიგონებ. და კვლავ სათასასუფევლისთვის არაა საჭირო მოგზაურობა, არც სათნოებების მოსახვეჭად ზღვის გადაცურვა, რომელი შვება და სიხარული არ აქვს შვიდსა და მდაბალს. ნამდვილად მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა და იშვებდნენ მრავლითა მშვიდობით. შემოგიცანით. კვლავ მოგვითხრა ნეტარმა ზოსიმემ. ერთხელ მე და ერთი ძმა რამდენიმე ერისკაცთან ერთად ნეაპოლის გზაზე მივდიოდით და მივედით ერთ ადგილას, სადაც საბაჟო იყო. ერისკაცებმა ჩვეულებისაბრ ბაჟი გადაიხადეს, ხოლო ძმა, რომელიც მახლდა, შეეწინააღმდეგა მებაჟეებს და უთხრა: ბედავთ და მონაზვნებისგან ბაჟს ითხოვთ? ეს რომ მოვისმინე ძმას უთხარი: ძმაო, რას აკეთებ? იცი რას ითხოვ? შენი მოთხოვნა იგივეა რომ თქვა, გინდა თუ არა პატივი მომაგე როგორც წმინდანს. უკეთესი იქნებოდა მათ თავად დაენახათ შენი კეთილგანწყობა და სიმდაბლე, თავად მათ გამოეხატათ მორიდება და პატივისცემა და ეთქვათ, მაპატიეთ, ასე რომ როგორც მშვიდი და მდაბალი ქრისტეს მოწაფემ გადაიხადე ბაჟი და მშვიდად განაგრძე გზა. ერთხელ როცა წმინდა ქალაქში წავედი, ერთი ღვთისმოშიში კაცი მომიახლოვდა და მითხრა: მე და ჩემს ძმას ერთმანეთში შუღლი გვაქვს და მას არ სურს რომ შევრიგდეთ. გთხოვ დაელაპარაკე. მე სიხარულით მივიღე მისი თხოვნა, მოუხმე მის ძმას და შევაგონე, რომ ძმათა შორის სიყვარული და მშვიდობა ყოფილიყო. თავიდან თითქოს დამთანხმდა, თუმცა მერე მითხრა: არ შემიძლია შეურიგდე, რადგან ჯვარზე დავიფიცევ. მე მორიდებით გამეღიმა და უთხარი: შენი ფიცი ნიშნავს შემდეგს, შენი ჯვრის გამო, ქრისტე, შენს მცნებებს კი არ დავიცავ, არამედ შენი მტრის ეშმაკის ნებას აღვასრულებ. ანუ ქრისტეს რო უთხრა ასეო: არათუ ჩვენ მიერ ბოროტად განჩინებულის დაცვა არ გვმართებს, არამედ პირიქით უნდა ვნანობდეთ და ვწუხდეთ, რადგან
როგორც ღმერთს შემოსილი ბასილი ამბობს, ჰეროდეს რომ მოენანიებინა და თავისი ფიცი არ დაეცა, არ ჩაიდენდა დიდ ცოდვას და ქრისტეს წინამორბედს თავს არ მოჰკვეთდა. ანუ აქ საუბარია რაზე, იცით რომ მერე რა რომ დაიფიცეო, თუ ბოროტების აღსრულების გამო დაიფიცე, რომ ამას გავაკეთებო. ჯობია ის ფიცი დაარღვიო, ვიდრე ამ ფიცის გამო ის ბოროტება აღასრულო. გახსოვთ ჰეროდე მეფემ რომ მოიწვია აზნაურები, თავადები და თავის დაბადების დღეზე დიდი სუფრა გაშალა. იქ შემოვიდა სალომეა, თავისი უკანონო შვილი, თავისი ძმის შვილი სინამდვილეში, არა? და იქ ცეკვავდა და შეჰფიცა მას, ფიცით აღუთქვა რომ მოგცემო ჩემი სამეფოს ნახევარსაცო. რაც გინდა ის მთხოვე. იმაზე ამბობს, ჯობდა ის ფიცი დაერღვია, ვიდრე ამ ფიცის გამო წინამორბედის თავი მოკვეთილიყო. მერე მან მოითხოვა დედისგან დარწმუნებულმა, რომ მოსთხოვეო ივანეს თავიო. ივანეს თავი მოსთხოვეო და მეფემაც აღარ ისურვა, რომ გაეწბილებინა თანამე ინახეთა წინაშე და იმ ფიცის გამო, რაც ერთად შეფიცა. შემდეგ კი ბასილი დიდის განმარტება მოუყვანეს სახარებიდან. უფალს პეტრე მოციქულისთვის ფეხების დაბანა რომ სურდა, ის კი შეეწინააღმდეგა. პეტრე მოციქული ხო ეუბნეოდა, რომ არ დამბანო ფეხსო და უფალი ეუბნეო, თუ არ დაგბანო, მაშინ წილი არ გექნება ჩემთან. და მაშინ პეტრე მოციქული როგორც ყველაზე გულმხურვალე და მოსურნე ეუბნება, რომ მაშინო ფეხები კი არაო, ხელებიც და თავიც დამბანეო. თუ ეგრეაო, რომ ამეთი შენთან წილი მექნება. ამბობდა ნეტარი ზოსიმ, ერთხელ მკითხეს, როგორ უნდა მოთოყოს კაცმა მრისხანებაო. მე უპასუხე, მრისხანების მოთოკვის საწყისი აღშფოთების დროს დადუმებაა, რომ არ თქვა არაფერი. ამიტომაც არ შეეპასუხა აბა მოსე, როდესაც იგი შეურაცხყვეს და თქვეს, რატომ მოდის და ჩვენ შორის დგება ეს ეთიოპიელი. გახსოვთ წინა ოთხშაბათს რო ვისაუბრეთ მოსე შავზე, საკურთხეველში რო შევიდა იქიდან რომ გამოაგდეს და მარო პასუხიც არ გასცა და თავის თავს აყვედრებდა, შენ ხო ადამიანიც არ ახარ, რა გინდა მაგათთან რო დგეხარ. ანუ ის არ შეეპასუხა, არამედ თქვა, თუმცა კი აღშფოთდი, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მეორედ კი არათუ აღშფოთდა, არამედ საკუთარი თავი გაკიცხა და თქვა, შავკანიანო ზანგვა, რატომ მიდიხარ და ადამიანებს შორის ერევი. სხვადასხვა წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ რჩევა დარიგებას გვაძლევს ჩვენ. და გვეუბნება, რომ მრისხანებისგან რომ განიკურნოს ადამიანიო, იმაზე მეტი შეგონება აღარ დაჭირდებაო, რომ მრისხანებისას საკუთარი თავი დაინახოს. მე ურჩევ ხოლმე ბავშვებს, ეუბნები, რომ აი ამ დროს წადით უცბად და სარკეში ჩაიხედეთ. ან ყოველ შემთხვევაში სარკე შეიძლება უცბად ვერ ნახო, მაგრამ ტელეფონი ხო ყველა ჯიბეში აქვს და სელფი მარტო მაშინ კი არ უნდა გადაიღო. აი გაფრანჭული და მოწესრიგებული რო ხარ. აი როცა მრისხანებ და ცოფებს რო ყრი, როგორც იტყვიან, მაშინ უნდა გადაიღო სელფი და ხშირად უნდა და ეს უნდა დადო Facebook-ზე. და არა, ჩვენ ხო გვინდა რომ მარტო აი მოწონებები დავიმსახურო და აბა ეს როგორ მოწონებას დაიმსახურებს მე, აი ისეთი რო ხარ, როგორიც შენი თავით რო გეზარება, კიდე მეორეჯერ რო დაინახო. ეს უნდა დადო. განიკურნები აპარტავნებისგან. აი აქ იყო როგორ ებრძოლო თუ აპარტავნებას და აი როგორ და გამოყრანჭულებმა კი არ გადავიღოთ სურათ. აი ესე გადავიღოთ, აი დილით რო ადგები გაბურძგნული რო ხარ, გადაიღოთ და დადო. აი გაბრაზებული რო ხარ, მაშინ დადო. როცა არ მოგწონ შენი თავი, მაშინ დადო და წამოვა იქიდან მაკურნებელი საშუალებები. ეგრე განიკურნები. ჩვენ ხო ძირითადად ეგრე ვართ, სადაც გვეფერებიან, გვაქებენ, იქ გვინდა რომ მივიდეთ, სადაც ვიცით რომ რაღაცა საყვედურს გვეტყვიან და იქ შეიძლება არაფერს არ წარმოადგენდეთ, იქ გვიწევს მისვლა, მაგრამ სულიერად თუ შევხედავთ, იქ მისვლა საჭირო, იქ მისვლა კურნავს და ნორმალურ მდგომარეობაში აყენებს. გახსოვთ, ამას წინათ აქ ვკითხულობდით, რომ ესე იგი არავინ არ გეუბნება სიმართლეს მათ გარდა,
ვინც შენ გაწაგებს და შენიშვნას გეუბნება და ის გეუბნება სიმართლეს. და ოღონდ ისიც ნაწილობრივ, ბოლომდე არ იცის რანი ვართ, თორე იმასაც და ის გატყუებს, ვინც შენ გეუბნება, რომ აი შენ ასეთი კარგი ხარ. წმინდა იოანესინელიც ამბობს, რომ პირში მაქებარი კაცი არის ეშმაკის მოციქული. არ უნდა შეაქვა, არ უნდა გააფუჭო ადამიანი მაგით. ახლა დღეს კი არის თანამედროვე მიდგომები, რომ უნდა ყველაფერზე შეაქო ესე. არა არ არის ეგ სწორი. ადამიანის საქციელის мотивация თუ ის არის, რომ ვიღაცა შემაქებს, ეგ არასწორი, ეგ დამახინჯება. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რაღაცა დონეზე ახალგაზრდა სჭირდება, რომ ეს შექება, როგორც აი ხო არის, რომ მანქანა რო არ იქოქება და ცოტა მიწოლა რო უნდა და მერე უნდა დაიქოქოს და ცოტა აპარტამნება თუ მოგაწება თავიდან დასაწყისში რაღაცა გააკეთო, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ახლა იმ მანქანას თუ სულ მიწოლა ჭირდება, აქედან კახეთში რომ მიდიხარ და სულ მიწოლა თუ ჭირდება. ამას წინათ ну ეს და გადაგვახვეინებს თემიდან. არ არის სულ შექება არ ჭირდება ადამიანს. შეიძლება წაქცეული შეაქვა, რომ წამოდგომაში მიეხმარო, მაგრამ თუ ის ისედაც ზემოდან უყურებს და არ იქა რაღაცა გონია თავი, მას აღარ ჭირდება, გააფუჭებს. ჩვენ კი სულიერების დაბალ საფეხურზე მყოფთ ხანგრძლივი დაუდევრობის გამო, დამწყებთა და ზომამდე მისვლაც არ ძალგვით. გონია, რომ ღვთისმცნებები მძიმე და განუხორციელებელია. აღშფოთების დროს დუმილის სრულყოფილთა კი არა, დამწყებთა ნიშანია. ნახეთ, აი, როდესაც აღშფოთდები, ამ დროს თუ დუმილს შეძლებ, ეს სრულყოფილებას კი არ ნიშნავს, ეს დამწყებთა ნიშანია. სრული აღუშფოთველობა მართლაც დიდი საქმეა, როგორც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, განვემზადე და არა შევძრწონდი. ჩვენ იმასაც კი არ ვცდილობთ, რომ დავიწყოთ და არც განწყობა გვაქვს ისეთი, რომ ჩვენს დასახმარებლად ღვთის მადლი მოვიზიდოთ. მაშინაც, როდესაც თითქოს რაღაც სურვილს ვამჟღავნებთ, ის იმდენად უხალისო და სუსტია, რომ ღვთისგან არანაირ წყალობას არ იმსახურებს. მთელი ჩვენი სულიერი ღვაწლი თესვისა და მოსავლის აღების მსგავსია. მავანი იღწვის და თავის არჩევანს გაიღებს, სანაცვლოდ კი მადლსა და წყალობას ღებულობს. მიწათ მოქმედის მსგავსად ნათესის სიმცირის მიუხედავად, თუ ღმერთს სათნო იყო მისი შრომა, იმ კი ბევრს ისე როგორც ისააკის შესახებ წერია. სთესა ისაკ მას წელსა და იყო 100 ასეული ქრთილისაი, აკურთხა იგი უფალმა. ასევე თუ ღმერთმა ჩვენი არჩევანი აკურთხა, შეგვიძლია ყველაფერი უმტკივნეულოდ იძულების გარეშე და სიხარულით ვაკეთოთ და სარგებელი მივიღოთ. მაგალითად, იძულებითა და მოთმინებით ლოცვა შობს წმინდა ლოცვას, რომელიც სიხარულითა და შვებით აღესრულება. თავის იძულება და შრომა ჩვენი არჩევანია, შვება და სიხარული კი მადლისგანაა. ჯერ უნდა აიძულო შენი თავი. ისე არა, როცა მოგინდება ის სურვილი არ გქონდა და არ ვილოცე. როცა არ გინდა, მაშინ უნდა გააკეთო. სასუფეველიცათა იძულების უფალი ამბობს და რომელმან აიძულოს საკუთარი თავი და არა სხვები, რომ შენ ეს გააკეთე შენ. მან მიიტაცოს იგი. ამგვარადაა ხელობის ნებისმიერ დარგში. ხელობის შესწავლის მსურველი თავიდან ბევრს შრომობს. ზოგჯერ გამოუცდელობა და არცოდნა იჩენს თავს და ხშირად საქმესაც საფუჭებს, თუმცა მხნეობას არ კარგავს და ისევ აგრძელებს. და თუ მისი მცდელობა კვლავ წარუმატებლად დასრულდა, არ ნებდება, რითაც ოსტატს გულმოდგინებას უჩვენებს. იმედგაცრუებითა და მოუთმენლობით ვერაფერს ისწავლის. ხოლო თუ მრავალი მარცხის მიუხედავად არ დანებდება, შეუპოვრად და დაუღალავად იშრომებს, საბოლოოდ ღვთის შეწევნით ისწავლის და ბოლოს ყველაფერს ადვილად და სიამოვნებით შეძლებს და თავისი ხელობით საარსებო პურსაც იშოვის. ასევე ხდება სულიერებაში, თუ ვინმე სათნოების მოსაპოვებლად შრომობს და იღწვის, არ უნდა იფიქროს, რომ მაშინვე წარემატება, რადგან ეს შეუძლებელია. ხნედ უნდა განაგრძოს ცდა და რომც ვერ წარემატოს, არ დანებდეს, არ იფიქროს, რომ ვერ მივაღწევ მიზანსა. არამედ ისევ და ისევ უნდა სცადოს
ხელობის შემსწავლელის მსგავსად და ასე შრომით, ხანგრძლივი მოთმინებითა და მხნეობით უფალი აკურთხებს მის შრომას, მიანიჭებს მადლს და ისიც აღწევს საწადელს, რომ შემდეგ ყველაფერი თავისუფლად აკეთოს. ამას ნიშნავს აბა მოსეს ნათქვამ, მათი ძლიერება, ვისაც სათნოებების მოხვეჭა სურთ, იმაში მდგომარეობს, რომ როცა დაეცემიან, სულმოკლეობამ არ შეიპყროს, არამედ კვლავ სცადონ. ეს არის მათი ძლიერება. განაის რომ მაშინო გამოუვიდეს, არამედ კიდევ რო სცადოს. რამდენჯერაც არ გამოუვა, იმდენჯერ რო სცადოს. ეს არის. კარგით, ამას ეს შემდეგ გავაგრძელოთ კიდევ ახლა 1-2 შეკითხვა. ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს და შეიძლება რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება იმიტომ დაუშვა რომ მეც შემეცვალა ცხოვრება? შეიძლება. ღვთის განგებულებას ვინ ჩაწვდება? შეიძლება ასეც მოხდარიყო. თუმცა ეს ჩვენ მტკიცებით ფორმაში ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ჩვენ ღმერთის მაგივრად ხო ვერ ვილაპარაკებთ, რატომ და როგორ ანაირად. ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცა ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გამახსენდა ახლა უცბად. ძალიან კარგია, გამოსულიც არის უკვე მრავლად ხდება ხოლმე ეს წიგნი. წმინდა ნიკოლოზ სერბის, წმინდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი სერბი დიდი მღვდელმთავარი იყო. მისიონერული წერილები. ასეთი წიგნია, ძალიან კარგია. და იქ ერთ-ერთ ადამიანს ეუბნება, არ ვიცი, ვიღაც გარდაეცვალა, აღარ მახსოვს, მე კარგი ხნის წინ წავიკითხე ეს და ვიღაც გარდაეცვალა და წუხდა ამის გამო და ეს ასეთ შედარებას აკეთებდა, რომ აიო, როგორც რომელიღაცა მცენარემ რომ უნდა გაიხაროსო, გარშემო შეიძლება მიწათ მოქმედმო, სხვა მცენარე, სხვა ისინი შემოაცალოს, რომ ერთმა გაიხაროს და ზოგჯერ ღმერთსაც მიყავს ერთი ადამიანი, იმისთვის რომ მეორე ადამიანის სული გადარჩეს. ამას ეუბნება და ეს იმის პასუხად თქვით, რომ არ ვიცი ჩვენ რის გამო მიყავს. შეიძლება ამის გამოც. რამდენი შემთხვევა ყოფილა მაგალითად, რომ ადამიანს შვილი გარდაცვლია. და თავისი შვილის სიყვარულის გამო და მასზე ზროვნის გამო ეკლესიური ცხოვრება დაუწყია, აღსარება უთქვა, ზოგს ტაძარში მსახურება დაუწყია, მედავითნეობა თუ გალობა თუ სხვა. და მანამდე კი ეს არ გახსენებია. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, რომ ეს ზუსტად ამიტომ მოხდა. არ ვიცით, ღვთის ნაცვლად ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. რაც არ მაშინ ახლა მე რაღაცნაირად მტკიცებით ფორმაში რო ვთქვა, უეჭველად უნდა ვიცოდე ღვთისგან მოსმენილი, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ნამდვილად ამის გამო მოხდა. ეს წმინდა მამებს განეცხადებოდათ ღვთისგან ზოგიერთ შემთხვევაში ისიც. დანარჩენი ჩვენ ის ვიცით, რაც წმინდა წერილში წერია, რაც წმინდა მამათა ნაწერებმა შემოგვინახეს. რამდენად შესაძლებელია წინაპრების მიერ დაშვებული ცოდვების ან შეცდომებისთვის ისჯებოდეს ადამიანი. თუ იურიდიულად შევხედავთ, მათ გამო ჩვენ არ დავისჯებით. მაგრამ ეხლა დავუშვათ, თუ პაპა ლოთობს და მამა ჩვენი მის გარემოში იზრდება, ხო, მანაც შეიძლება ისწავლოს ეს. და ჩვენ შეიძლება იმ წიაღში ყოფნა ვისწავლოთ და თუმცა ხდება ხოლმე ისიც, რომ ის კი ლოთობს, მაგრამ შვილი არ ბაძავს მას, არ სწავლობს. არსებობს ასევე გენეტიკაც, რა თქმა უნდა. მამა თუ უფრთხილდება თავის თავს, ჯანსაღად ცხოვრობს, სულიერად თუ ხორციელად, მისი შვილიც შესაბამისად ჯანმრთელი იქნება რა, გენეტიკა ხო მოქმედებს. თუმცა აი იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა, აი იმის პასუხს ამას ჯერ არ დაბადებულ ადამიანს როგორ მოსთხოვს უფალი, არა, ეს ხო ადამიანურადაც კი უსამართლობა იქნება, რო შევხედოთ აი რანაირად. თუმცა ღმერთი როგორ იზავს მაგას, რომ ერთის გამო მეორეს მოჰკითხოს. ის რაც არის, იმიტომ ცოდვა ისე, რასაც პირადი არჩევანით აკეთებ. რატო არა, აი მაგალითად
5-6 წლის ბავშვები აღსარებასაც კი არ ამბობენ, ხო? იმიტომ რომ მათ ჯერ არ აქვს ის ჩამოყალიბებული არჩევანი და რა უნდა შესწოდოს იმათ თავისი არჩევანი, თუმცა ნებები მათშიც არის. როგორ არ არის იქ ვიღაცა შორს, იქ ვიღაცა აპარტავნოს, იქ ვიღაცა ახლა ბავშვი რო უცოდველი კი არ არის, მაშიც არის ეს ნებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თავისი არჩევანით არ აკეთებს ჯერ არაფერს და მეტუმეტეს ახლა ის 5-6 წლის ბავშვი იმის გამო რომ მამა ვიღაცას ცუდად მოექცა ამ ბავშვს უნდა მოეკითხოს, არ იქნება ეს სამართლია. როგორ? არა, გააჩნია როგორ გაიგებს ადამიანი ამას. ცოდვა თაობებზე გადავა იმ შემთხვევაში თუ ეს თაობები მას მიბაძავენ. თორე იმის გამო რომ იმან რაღაცა დააშავა, დაუშვათ აი პაპამ რაღაცა მოიპარა. დღეს სასამართლო შვილიშვილს დაიჭერს იმის გამო პაპამ რომ მოიპარა? ხო არ დაიჭერს. გამოუტანს განაჩენს რომ პაპის დანაშაულის გამო დაიჭერს. არა. დღეს ყველაფერი ხდება რომ შეიძლება შვილიშვილი დაიჭირონ იმის გამო რომ შეიძლება ჯერ არ დაბადებული მისი შვილიშვილისა დააბრალონ რაღაცა, მაგრამ ყველაფერი ხდება. ხომრობს. ეს სხვა ამბავია კიდე, სხვა ამბავია. ეს ადამიანის გამო როგორ დაისაჯე? გააკეთე სიკეთე. ხო, არა. ეგრეთ არ არის მაგრამ. ხო, ანუ ახლა ჩვენ ახლა ადამიანს შევაწმინდოთ ხელები. იმის გამო ვიჯებით. მე თუ დღეს სიგარეტის წევას დავიწყებ, ადამიანის ბრალია? მე თუ დღეს უღალატებ ვიღაც ადამიანის ბრალია? ყველაფერს იმას მოდავაბრალებ. ჩვენი არჩევანი გვაქვს. ზოგადად რამდენი წლიდან არის ბავშვის აღსარება? არ არის ესე განსაზღვრული ასაკი. აი, წმინდა მამათა აწერები ამას ამბობს, აი ჯულის კანონში ასეთი რამე წერია, რომ განსაზღვრული ასაკი როგორც ასეთი არ არის. საიდან გამომდინარე? ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ მომწიფდება, ხო მართალია. ვიღაცას ისეთი პირობები შეხვდა ცხოვრებისა, რომ 7 წლისაა, მაგრამ იმდენ რამეს იაზრებს, რომ სხვამ შეიძლება 10 წლის ასაკში როგორც იტყვია ტყემაზე იჯდეს და ვერ ხვდებოდეს რაზეა. თუნდაც აი ჩვენი პერიოდის დაუშვათ 14-15 წლის ბავშვები ანუ იმდენ რამესთან ცდომა არ ქონდათ, რა დღეს აქვს 14-15 წლისას. დღეს ბავშვი მეტი სასწauლის წინაშე დგას. ის ჩვენი თავის ბავშვი არ იდგა იმ სასწauლის წინაშე. ხო და გააჩნია 7 წლისა შეიძლება ზოგი 8 წლის, 9 წლის და ამიტომ აი ეს აღსარების თემა ისეთია, ინდივიდუალურია. მოძღვართან უნდა კონდეს ამ ბავშვს ურთიერთობა და ეს მოძღვარი შეატყობს, როდის არის ეს ბავშვი, როდის იაზრებს ამას, რომ შეგნებულად თქვას, რომ მე რაღაცა არ გავაკეთე კარგად. ახლა ეს მექანიკური ხო არ უნდა იყოს, რომ მშობელმა უთხრას, რომ შვილო წადი და უთხარი, რომ მე გამაბრაზეო და ახლა ისიც მივიდეს და დედამ რო დაარიგა ამის გამოუთხე, ესეც არ იქნება სწორი. თუმცა ამას წინათ იყო ბავშვი კი არა, ზოგი ჩამოყალიბებული კაცი ვერ ხდება და ერთხელ იყო წლების წინ იყო მოკლედ ვიღაცა. მეუღლემ დაუწერა ახსარება მოკლედ ესე იგი. და მანაც მოიდა. მეუღლემ რა იცის ამერა მეუღლემ იცის რასაც შეხედა და აი არასერიოზული დამოხო. რა? ისიც სადაც სახშია შევდარას დურუშავებს პოდანაცინი. არა, იმას ვამბობ, რომ ვერაცნობიერებდა უბრალოდ ეს ადამიანი და არც ალბათ უფრო მეუღლის მოწადინება იყო, რომ კი, თვითონაც გავა. აბა მე სხვანაირად როგორ გავიგებდი, ის მოვიდა აღსარებაზე. ხო, მაგრამ ის მეორეთი მე არ მინახია და ისიც ალბათ მეუღლის კათრით მოვიდა, ეთქვა რაღაცა ცოტა ისეთი იყო და კაი ვამერთხელო მივალო, ფიქრა, გაახარა მეუღლე და მე ხა ხათრით ხო არ დადიან ტაძარში. აი, რამდენი შემთხვევა ხომ რომ ვიღაცა მშობლის ხათრით მოვა, იმიტომ რომ მშობელმა რაღაცა ისე. მშობელი არ დადის. მშობელი არ ცხოვრობს ეკლესიურად და უნდა რომ
იოლი გამოსავალი ნახოს, რომ შვილმა რაღაცეები დააშავა, გესმიდა, უკვე ეს აწუხებს მშობელს. განა ის კი არა, რომ ის უღმერთოდ გაზარდა მთელი ცხოვრება. ეგ კი არ აწუხებდა მშობელს. არამედ მე ამ უღმერთოდ აღზრდილმა რაღაცეები რო ჩაიდინა და უკვე ოჯახს მატერიალურადაც დაეტყო, იქ სადღაც შერწყნენ ამის გამო, იქ სადღაც პრობლემა წარმოიქმნა, ეგ აწუხებს. და ამის გამო უნდა რომ მე შვილი დადგეს გამოსწორების გზაზე. განა იმიტომ რომ ამ თვითონ უყარს ღმერთი და ანუ შვილი უნდა და ასე აღეზარდა სამწუხაროდ არის. არამედ იმიტომ რომ მადლობა ღმერთს რომ ეხლა მაინც მოვიდა, მაგრამ ეგ მოსვლა ძალიან დროებითია ხოლმე. იმიტომ რომ რაღაცა სიცხილი ჭამეს რაღაცა მოხდა და ეხლა უნდა რომ ეხლა შვილმა გადაუხვიოს და უცბად წმინდანი გახდეს, მაგრამ ეგრე არ ხდება ხოლმე. ოღონდ მშობელსაც კი არ უნდა რომ ერთად მოვიდნენ, ეუბნება რომ აი შენ უნდა იარო შვილო, უნდა იარო, ეს არ უნდა იაროს. რაც არ გისწავლებია, სად უნდა იაროს. და არ მოდის ისიც. ბუნებრივი. სახარებიდან ეს კითხავს რა. კი. ლოცვაზე რო არის, ეს მოილაპარაკებს ზედმეტ უბრალოდ. იმიტომ რომ მამამისს უკრავ, აკეთება. ანუ როგორ უნდა გავაკეთო. მამამ კი იცის ყველაფერი, მაგრამ ჩვენი არჩევანი რა არის? გვინდა რომ მოგანიჭოს. ჩვენ გვინდა რომ ეს გქონდეს. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ღმერთმა კი ყველაფერი იცის. მაგრამ ჩვენ ახლა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითხოვოთ. ეგ მაგის ის კი არ არის. შეიძლება ამ ბოლო დროს მოისმინეთ რაღაცეები, რომ ჩვენ ყველაფერს ნუყურებ და ყველაფერს ნუაყვებით, ესე იგი. ჩვენი სიმდაბლისთვისაც უკეთესია, რომ ჩვენ ვითხოვოთ. იმასაც ხვამობს ამ უფალი, რომ ითხოვეთო და მოგეცემათ. დააკაკუნეთ და გაგეღებათო. ეძებეთ და იპოვითო. ღმერთს ყველაფერი აქვს, ყველაფერი ციცის, მაგრამ შენ გამოხატე არჩევანი. შენ გინდოდეს, ის კი არ გინდოდეს ღმერთისგან მოცემული რაღაცები. ღმერთი უნდა გინდოდეს. ღმერთთან ურთიერთობა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შვილს მამისა მხოლოდ კამფეტები უნდოდეს და მამა არ უნდოდეს. ესმით. მარტო ის უნდოდეს, მამა რას მოუტანს და მამა არ უნდოდეს, დედისა უნდოდეს ისინი, დედა არ უნდოდეს, სწორი იქნება, მასთან ლაპარაკი არ უნდოდეს, რომ სთხოვოს ეს არ უნდოდეს. რათ უნდა დედას და მამას რომ შვილმა ითხოვოს? ესეც მისი სიმდაბლის გამოხატულება, ურთიერთობის გამოხატულება. ესე რომ უნდა ითხოვო. მიცვალებულთათვის უნდა ითხოვო, ცოცხალთათვის უნდა ითხოვო. მარტო ის კი არა, ჩემი თავისთვის რო ვითხოვო. ყველასთვის ვისაც გული შეგთქვია, უნდა შეავედო. აი სულაც რომ მიდიხარ ქუჩაში, უნდა ითხოვო შენთვისაც, შენი მეუღლისთვისაც, შვილებისთვისაც. და აი ამ ლოცვაში რაღაცა ნუგეს პოულობს ადამიანი. იმიტომ რომ ამ ლოცვით კიდე თავის ოჯახის წევრებთანაც არის და უფალთანაც არის, რომელსაც ავედრებს თავის ოჯახის წევრებს და აი დააკვირდით, თუ გამოგიცდიათ კი იცით, მაგრამ თუ არ გამოგიცდიათ დააკვირდით. რაღაცა პრობლემა რო აქვს რომელიმე წევრს ოჯახისა. და თქვენ სულაც სხვა რაღაცას აკეთებთ, სადღაც ხართ, სამუშაოზე ხართ, თუ გზაში ხართ, თუ აქ ხართ. თან გულში რო ლოცულობ, უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შეიწყალე მონახტისა ესა და ეს ხევალი ღვთის, ანუ შენ ჯერ ერთისთვის, მერე მეორეს, მესამე, ყველასთვის რო ესე ლოცულობ. თან ხო ლოცვაში ხარ და თან რაღაცა სულიერ ნუგეს პოულობ იმაში, რომ შენ ესენი ღმერთს მიანდე და ჩააბარე. კი არ ნერვიულობ, რომ ამას რა შეიძლება, არამედ ლოცულობ მათთვის. შენ იმას ჩააბარე, ვისაც ყველაზე მეტი შეუძლია, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს, ვისაც ყველაზე მეტი იმედი უნდა გქონდეს და ხარ იმედიანად. იმიტომ რომ და იმიტომ რომ მან იცის, განა ისე და ისე არ იცოდა, მაგრამ შენ რომ მას მიმართავ და შენ რომ შენი გულით ჩააბარე, ეს სხვა ამბავი. ამას ვამბობ გამოცდილებით, რომ შეიგრძნო რაზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ ეს ხო არ არის მარტო ის, რომ გონებით რაღაცა იცოდე. შეიძლება გონებით ბევრი რამე იცი, მაგრამ ის თუ გულამდე არ მოვიდა და შენი არ გახდა, ის შენ არ გეკუთ, ის სხვისია, ის სხვისი გამოცდილება. ქრისტიანობა არ არის მარტო ჩვენ რომ გონებით რაღაცა ვიცო. ეს არ არის ესე თქვა ფიზიკა თუ რაღაცა ბიოლოგია რომ მარტო დაიზეპე რაღაცა. ეს შენ უნდა გამოიარო.
ჩვენ შეიძლება სუზეპირად ვიცოდეთ ქრისტეშობის შესახებ, მისი ჯვარცმის, საფლავად დადების თუ აღდგომის თუ ამაღლების, მაგრამ აი იგივე წეღან ჩვენს მიერ ხსენებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქრისტეშობის წინა ქადაგებაში ასეთ რამეს ამბობს, რომ ეს ყველაფერი ადამიანის გულში უნდა მოხდეს, რომ ჩვენს გულში უნდა დაიბადოს ქრისტე, რომ იქ უნდა აღიზარდოს, რომ იქ უნდა ქადაგება დაიწყოს, რომ ჩვენ მისი სიტყვის გამო ტანჯვა უნდა გამოვიაროთ, ჩვენში უნდა მოხდეს ქრისტეს ჯვარცმა, ჩვენში უნდა მოხდეს ქრისტეს აღდგომა და ამაღლება და თუ ეს არ მოხდა, მაშინ მარტო ის თეორიული ცოდნა არაფერს არ მოგცემს. იმიტომ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების წესი, თორემ მარტო ის არა, ფილოსოფიურად შეიძლება ყველას აჯობო ლაპარაკში და ყველას მოუგო, მაგრამ შენ თითს არ ანძრევთ. როგორ ვებრძოლოთ სიამაყეს და ამპარტავნობას? ამაზე წერან ხო ილაპარაკეთ. სიმდაბლით უნდა ებრძოლოთ. აი მაგალითად რაღაც გინდა რომ მოვყვეთ ჩვენს შესახებ. მოვყვეთ ის რისი მოყოლაც გვესის ცხილება. მოვყვებით? სხვადასხვა ერთი მეგობარი მყავდა. ერთად დავდიოდით ხოლმე ტაძარში, იმას ხო მოძღვარი ყავდა მე სხვა. რაღაცა ესეთი თვისება ჰქონდა ხოლმე და მოვიდოდა და დაიწყებდა ლაპარაკს, რომ სადღაც ვიღაცისა შეშურდა. სადღაც ვიღაცის მიმართ დაენანა რაღაცა, რომ სიძულზე გამოიჩინა. და ადვილია ეგრე თქვა. რომ სადღაც შემეშინდა რო თქვა, სადღაც დამენანა, აი დამეზარა. ჩვენ მარტო იმას ვამბობთ, აი ჩვენ ესე კარგი რაღაცა გავაკეთეთ, აი ესეთი კარგები ვართ, სხვა ცუდია და არ ვარგა. და მას ჰქონდა რაღაც ეს სიმდაბლე და ოღონდ ამას მეგობრებში ამბობდა, ის კი არა, ეხლა კი არ გამოვიდოდა და ამასაც სიამაყით კი არ ამბობდა, რომ აი ესეთი ცუდი ვარ, სიამაყით კი არ ამბობდა. აი მაგალითად იყო ასეთი რაღაცა, რომ ადამიანს რაღაცა ის ჰქონდა მოუთმენლობა და როდესაც შეურაცხყოფდნენ, მოთმინებას ვერ იჩენდა და პასუხს აძლევდა და ერთხელაც მის გამოსაცდელად რაღაცა მოიმოქმედეს, არ მახსოვს სამწუხაროდ დეტალები და ერთხელ გაუძლო, ორჯერ, სამჯერ და ჩათვალეს და მე თვითონ ეკითხება, რომ აიო, ეხლა ხო არ გავღიზიანდი, ხო მოვითმინეო და ეგ რომ არ გეთქვა კიო. თუ იმიტომ ითმენდა, რომ შენ აი ნახე ხო გაუძელიო, ეგ კი არა, აი ბუნებრივ სიტუაციაში რომ მოითმე. ან იმიტომ რა ეხა იმიტომ უძლებ რომ ნახე აი. ეგრე რა უნდა გაძლოს. განკითხოთ და განსჯა, გთხოვთ ორი სიტყვით აგვიხსნათ. ორი სიტყვით ისაა, რომ ადამიანი არ უნდა გაუტოლო თავის საქციელებს. პიროვნებასა და მის საქციელებს შორის ტოლობას რომ ვსვავთ, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენის განვიკითხეთ. დათვრა ვამბობთ, რომ ლოთია. განრისხდა მრისხანეა. იმ დათრობის იქით რამდენი სიკეთე შეიძლება აქვს, იმ მრისხანების იქით რამდენი სიკეთე შეიძლება აქვს და ჩვენ ავიღეთ და ერთ საქციელს გავუტოლეთ მთელი პიროვნება. მეორე კიდე, ჩვენ ვინ გკითხავს მის განსჯას. გამსჯელი ერთადერთი უფალია და ჩვენ როდესაც ადამიანს გავსჯით, ვამბობთ შინაგანად, რომ უფალო, ჩვენ ვართ იმის შემძლებელი, რომ ეს ადამიანი განვიკითხოთ. ჩვენ ვიცით მისი ყველაფერი წვრილმანები. სად აღიზარდა, რა მდგომარეობაში იყო, რა მიიყვანა ეს ადამიანი აქამდე. ჩვენ თითქოს, აი ხა წარმოიდგინეთ, რომ სასამართლოში რომ მიხვიდე და მოსამართლეს რო უთხრა, ცოტა მიმიწიო, რომ მეც უნდა გამსაჯვაქ ეხლა. ამას ვეუბნებით უფალს, რომ უფალო, აი ჩვენც შეგვიძლია რომ და რა შეგვიძლია, რა გავაკეთეთ იმ ადამიანისთვის, ვისაც განვიკითხავთ? არაფერი. თითი არ გაგვინძრევია და ქრისტე მისთვის ჯვარზე გაეკრა. ამიტომ ჩვენ მორალური უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ვინმე განვიკითხოთ, გამსაჯოთ. ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. თორემ ისიც ყოფილა, რომ გარეგნულად ვიღაცის ცოდვის გამო მას განვიკითხავთ, ის ნანობს თავის ცოდებს. ჩვენ და ის გადარჩება, ცხონდება იმ სინანულის გამო. ჩვენ კიდევ მისი განკითხვის გამო შეიძლება წავწმდეთ.
წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ყვება. ერთი ამბავია, რომ ერთ-ერთი ბერი დიაკონი თუ არა ვწდები, მონასტრიდან წავიდა. გაიგო რა, რომ თავისი ოჯახის წევრებს ძალიან უჭირდათ. ვიღაც მამა გარდაეცვალა ოჯახში, თუ არა ვწდები და დადგა საშიშროება, რომ ეს გოგონები თავისი დები არასწორ გზას არ დადგომოდნენ. არის ერთი პატერი კიდე სხვაგვარი ეკაც გარდაეცვალა, მაგრამ იქ უფლისგანაირ ეს არ უნდა წავიდეს. მაგრამ ის სხვა ამბავია და უბრალოდ გონება რომ წაიყოს იქითგან იმას აღარ მოყვება. ამ დიაკონმა გადაწყვიტა რომ მონასტრიდან წასულიყო, აიღო ლოცვა-კურთხევა მონასტრის წინამძღვრისგან და წავიდა თავის ოჯახში. შრომობდა რომ დაებინავებინა, დაეოჯახებინა თავისი დები. და იქ სადაც წავიდა ქალაქში, სადაც ცხოვრობდა, ქარხანაში მუშაობდა. იქ იმაზე მეტად ასკეტურად ცხოვრობდა, ვიდრე ვინმე სხვა მონასტერში. იქ არ შეუწყვეტიათ, ბერი იყო ის შინაგანად, ბერი იყო, ასეთი იყო, მან კი არ მიატოვა თავის ცხოვრების წესდა, იქ სუფრებზე და გართობებზე კი არ დადიოდა. ის ბერი იყო, მოღვაწეობდა, შრომობდა, რომ თავისი დები სულიერი საჭიროების გამო წავიდა, იმის გამო კი არა რომ ლუკმაყური, თუმცა ამის გამოც შეიძლება ქონდეს გამართლება, გააჩნია სიტუაციას. მაგრამ წავიდა რომ სულიერად გადაეხვიათ ამ დებს გზიდან და რომ დაიგულა, რომ ეს გოგონები უკვე დაოჯახებულები არიან და გზას ადგანან, დაბრუნდა, წავიდა სხვა მონასტერში და რომ ნახა იქ მღვდელმთავარმა, გაუკვირდა რომ ეს ქალაქიდან ჩამოსული ეს როგორ ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა. და აუხსნა მე ამ დიაკონმა უთხრა რომ როგორ ცხოვრობდა ერში, ქალაქში როგორ ცხოვრობდა. ის მაშინვე უდლად დაასხეს ხელი და იმ მონასტრის ბერები კიდე, რომლებმაც ნახეს რომ ეს წავიდა ქალაქში. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ისინიო დღემდე განიკითხავენ მას. იმის გამო რომ მონასტერი დატოვა და წავიდა, მაგრამ არ იციან ის გამო დატოვა და წავიდა. ისე რომ ერთი შეხედვით ყველაფერი არ ჩანს. ამიტომ ვერაფერს ვერ გაიგო. რა ვიცით ადამიანს გულში რა აქვს, რის გამო აკეთებს. ამიტომ როდესაც რაღაცის გამო განკითხვის ფიქრები მოდის, ჩვენ მხრიდან კეთილგონიერება იქნება რომ ვთქვათ, რომ უფალო ჩვენ არ ვიცით. ან რა უფლება გვაქვს განვიკითხოთ. ჩვენ ვინა ვართ? რა ვიცი რის გამო აკეთებს. და როგორც მინდა მამები ამბობენ, უნდა ილოცო რომ უფალო აცხოვნა ეს ადამიანი და მისი ლოცვით ჩვენც გადაგვარჩინა. თუ ასე იზავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაშინ ბერჯერ გადარჩები განკითხავს და თუ ერთხელ განიკითხავ ორჯერ და სამჯერ, ამით საკუთარ წოდებს ამრავლებ და ვერც იმას ვერაფერს ვერ შველი. მაშინ ესე ვერც იმას ვერ შველი. როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ, ჩვენც უნდა მოვექცეთ სხვა ადამიანს. და მეორე კიდე, ვინც ავაზაკის ცხოვრებას შეხედა ცოტა ხნით, მას შეიძლება ეგონა რომ ავაზაკი უკვე წარწმედილია. და ვინც იუდას ცხოვრებას შეხედა, მაშინ როდესაც ის სასწაულებს აღასრულებდა ქრისტეს სახელით, ის შეიძლება უკვე ნეტარად და ცხონებულად ჩათვალა. მაგრამ შეიძლება არ იცის არც ერთის და არც მეორეს ცხოვრების დასასრული. შეიძლება ჩვენ არ ვიცით. დღეს ვისაც ჩვენ განვიკითხავთ, ხვალ შეიძლება დიდი წმინდანი შეიქმნეს. იგივე როგორც მოსე შავზე რო ვთქვით, ის ავაზაკობდა. ავაზაკთა ბანდის მეთაური იყო. დიდი წმინდანი გახდა, მარიამ მეგვიპტელი დიდი წმინდანი გახდა. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანებს მოღვაწეობაში გაუტარებიათ წლები, 50-60 წელი. აი მეუდაბნოე ცხოვრებით, განდეგილური ცხოვრებით და სამწუხაროდ მომხდარა ისეც, რომ ის დაღუპულა. დაღუპულა ხორციელად კი არა, რომ გარდაიცვალა, არამედ ვერ ცხონებულა. გესმით რაზე? ამიტომ არ უნდა დაიმედე, რომ აი დღეს მე ტაძარში დავდივარ, რაღაცას ვაკეთებ და ხვალაც აქ იქნები. უნდა გავფრთხილდე იმაზე, რომ ხვალაც აქ იქნები. და რითი უნდა გავფრთხილდე, რომ უნდა სიმდაბლე ისწავლო, მორჩილება, მოთმინება ისწავლო. სხვაზე მეტი რომ არ ახარ, ეგ უნდა ისწავლო. თორე ისაც სხვაზე მეტი შეიძლება გონია თავი, ის შეიძლება ხვალდაზე აღარ იყოს იქ, იმიტომ რომ არასწორად და არასწორად სწავლობს აქ. აქ იმისთვის მოვდივართ, რომ უნდა ვისწავლოთ, იმისთვის კი არა, რომ შევიქმნათ ის განწყობა, რომ თითქოს ვიღაცას ახლა ვჯობი ვართ, აი ერთი წელი ვიარე ტაძარში.
ნამსახურების მიხედვით არის სულის გადასჭენა. ანუ სიტყვა განსჯა არ არსებობს. არსებობს განსჯის უნარი, რომელიც არის ქრისტიანისთვის ერთ-ერთი და ზოგი წმინდა მამა ამბობს, რომ ყველაზე მთავარი უნარი ანტონი დიდი ამბობს, განსჯის უნარია ყველაზე დიდი. მაგრამ განსჯის უნარი სხვა რამეა და განკითხვა სხვა რამეა. განსჯის უნარი ესე არ მოდის, ის მოღვაწეობის შედეგად მოდის. განკითხვა ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანის აქციას ვაფასებთ და აი როგორც ფარისეველი რო ამბობდა, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები, როგორც ეს მეზერეა, არა ვარ ესეთი. ხოდა განსჯის უნარი ნიშნავს, რომ შენ გაიგო რა არის სიკეთე და რა არის ბოროტე. ვისაც განსჯის უნარი აქვს, ის არ განიკითხავს. განსჯის უნარი იქნებოდა ისიც, რომ აი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ არა გვაქვს მისი განკითხვის უფლება. აი ესეც განესაჯა თავის თავში, რომ ეთქვა, რომ მე ვინა ვარ. განსჯის უნარი, რომ მე ვინა ვარ, რომ ეხლა ეს დავწონო მისი ცოდვა და მადლი. ან რა უფლება მაქვს. ან რა ვიცი ის მომავალში ვინ იქნება, ან წარსულში აქამდე როგორ მოვიდა. აი რო განსაჯოს ადამიანი, მაგაზე უნდა დაფიქრდეს. კარგით, აღარ გადაგხლით. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის.